დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 17 ივლისია, პარასკევი, ეთერშია ერთსულოვნების დილა, სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოდით ახლა ერთად ნახოთ საეკლესიო კალენდარი, შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის ანონსით და გეტყვით თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები. 17 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ანდრიას, კრეტელ მთავარეპისკოპოსს, დიდი კანონის შემქმნელს, ღირს მართას, სვიმეონ მესვეტის დედას, წმინდა მოწამეებს თეოდოტეს და თეოდოტიას, წმინდა თეოდორეს, კვირინელ ეპისკოპოსს, ღირს ანდრია რუბლიოვს, ხატმწერს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გრძელდება ერთსულოვნების დილა, ახლა გეტყვით თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. გადაცემის პირველ ნაწილში, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდება მოძღვარი და ვინაიდან დღეს პარასკევია, სწორედ მოძღვარი განგვიმარტავს და გვეტყვის იმ სახარების, იმ მუხლის, იმ თავის შესახებ თუ რას მოვისმენთ კვირას წირვაზე მისული მრევლი და რა თქმა უნდა ჩვენი მოძღვარი სტუდიაში იქნება ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი და უფრო დეტალურად ისაუბრებს მამა ირაკლი რა თქმა უნდა ამ კვირას წესაკითხის სახარების შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილს რაც შეეხება გვეყოლებიან სტუმრები მადრიდიდან, მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას დამფუძნებელი ქორეოგრაფები კოტე მესხიძე და მაკო მიქელაძე შვილებთან ერთად ვატო და ჩაჩესთან ერთად ვისაუბრებთ ანსამბლის შესახებ. მათი პირველი ჩამოსვლა, პირველი გასტროლი არის 9 წლის განმავლობაში. კონცერტი გამართეს, ამ კონცერტის შესახებ ვისაუბრებთ თუ როგორი ემოციები ჰქონდათ, როგორც თავად ანსამბლის წევრებს, ასევე რა თქმა უნდა მასპინძლებს. და გადაცემის ბოლოს რაც შეეხება, გადაცემის დასკვნის ნაწილში ვისაუბრებთ საგზაო უსაფრთხოების შესახებ, ამ საკითხებზე, გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე, პრევენციულ ზომებზე და ღონისძიებებზე და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორი ირაკლი იზორია. ასეთი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ახლა ვნახოთ ამდის პროგნოზი, ერთად შევიტყოთ როგორი ამდია მოსავალნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
როგორც საკვირდით, დაგიბრუნდით მოძღვართან ერთად ნაძალდაში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დაგლოცით. ერთმა დაგლოცოთ, მოგესალმებით, გილოცავთ დღეს დიდი ბუნგერაძის წმინდანების ხსენება, წმინდა ანდრია კრიტელებისკოპოსი, წმინდა ანდრია ხატმწერი, გორადრუბლოვიც პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, საოცარი ისტორია ჰქონდა და შეგეწიოთ მისი მადლით თქვენ ტელევიზიას, ყველა ანდრიას განსაკუთრებით. მათი ულოცვით, უფალმა დაგლოცოთ და გავგაზრდოს ღმერთის სამშვიდობოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ. გმადლობთ მამა ირაკლი დაუცვისთვის. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ საუბრის თემას, ცემის დასაწყისში საზოგადოებას ვამცნეთ, ვინაიდან დღეს პარასკევია, თუ რას მოვისმენთ კვირას წირვაზე მისული მრევლი, სწორედ იმ სახარების, იმ თავისი და მუხლის განმარტება და შინაარსი უნდა შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და ამავდროულად, როდესაც უკვე დავასრულებთ სახარებაზე საუბარს, გადავიდეთ შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც არის დასვენება და ეს მშობლების პერიოდი, იმიტომ რომ თან მარიამობის მარხვაც გვიახლოვდება, ახლა ხანს დასრულდა პეტრე-პავლობის მარხვა და თითქოს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, თავისუფლება მივეცით ჩვენს თავს რაღაცეებში. და როგორი უნდა იყოს ეს თავშეკავება აი ამ მშობლებისა და დასვენების პერიოდში, ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუმცა მანამდე სახარებაზე ვისაუბროთ მამა ირაკლი. დიახ, კვირას აღმოკითხული იქნება მათეს სახარებიდან კერძოდ მეცხრე თავის 27-35 მუხლები, სადაც საუბარია იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმისა და ყრუმუნჯი ეშმაკიულის განკურნების შესახებ. ძალიან საინტერესო ეპიზოდია, ბუნებრივია. თავარი ცენტრალურ სწავლებას შევეხოთ, თქვენს ნებართვით ესეთი სანასწავლებლად გადავთ ისტორია, როცა უფარი წარმოურავიდო და იაიროსის სახლიდან, როცა მან აღადგინა იაიროსის ახლგარდაცვალებული ერთადერთი ასული და სწორედ აი ესე გზაზე მოსდევენ ბრმები და შეძახებენ, უხმობენ, შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითისა და უფალი არაგონებს ეს გასაკვირია ცოტა ხო ღვთისაგან, ისინი მისდევენ აი ესე ფაქტიურად ხელების ცეცებით, აი ესე ძლივძლიობით და ერთ-ერთ სახლში უფალი გაჩერდება, სახლშიც მიადგებიან ეს ბრმები და თავიანთ ხონას გაუმეორებენ და უფალის კითხვას უსმას, ეს ძალიან მახასიათებელია მაცხოვრისთვის, რომ გწამთან რომ შემიძლია მე განკურნება აღვასრულო და ეთქვიან რომ გწამს უფალო და ბრძანებს მაცხოვარი რომ გეყავთ თქვენ სარწმუნოებისაგან თქვენისა და აღეხილებათ ბუნებრივია თვალნი. ასევე შემდგომ იქიდან გამომძადება იესო ქრისტე მას მოუყვანენ ყრუმუნჯი ეშმაკეულ პიროვნებას, რომელიც თვითონ ვერ საუბრობს ბუნებრივია, მას წმენას უფალი აღარ ეკითხება და ასე პირდაპირ კურნებას მიანიჭებს და ხალხში მხოლოდ დიდი გამოხმაურება იქნება ეს განკურნება, თან დამატებული იყო ეს ხალხი მოყვება იაიროსის სახლიდან, რომ ამაზე უმეტესი არ აღდგომილას ნათესავსაშორი ჩვენთან, ანუ იესო ქრისტეს, აი ამ კურნებების გამო თვით დიდი წინასწარმეტყველების და მამონტობის წინას გაყენებს იუდეველი მის გარემოცულიერი. და შემდეგ რაღა დარჩენილ ფარისევლებს, რომლებიც აი ასე შურით აღზრული დაყვებიან იესო ქრისტეს ქადაგების ასპარეზზე. იმდენად ცხადია და რეალურია სასწავლო, ვერაფერს ვეღარ უხერხებენ, უარყონეს, რამითი გააქარწყონეს შედეგებს და რაღა დარჩა ადგები გადავლენ სილისწამებაზე, საშინელ ცოდვაზე, რომ იესოს დაადანაშაულო, თითქოს იგი მთავართა ეშმაკებსა განასხამს ეშმაკთა და ეშმაკებს ასე კურნავს ეშმაკების დახმარებით ოსნეულებს. არა და ხო პარადოქსი შევიცით, რომ ეშმაკები პირიქით ადამიანებს ტანჯავენ, სემოლებებს ყრიან, აწამებენ, როგორც მან განკურნოს თავისი დაქვემდებარო დემონისგან ეს მოვლენილი საჯელი, ხო? და შემდეგ უფალ მიმოვას, მიდის ქალაქებში, დაბებში, შესაკრებოთა მასში, უქადაგებს თვისასწორებს და მრავალთა სნეულთა და უზრუნველთა კურნალობს და აღადგენს თავდომილებს. აი ამის შესახებ არის ძირითადი შინაარსი ეპიზოდი, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიურ ფაქტებს ბრმათა განკურნების შესახებ. კერძოდ ჩვენ ხშირად ლაიტმოტივად არის წმინდა წერილში იესო ქრისტეს აი ესეთი მიდგომა თვისება ვახსენდა საწყისში, რომ კურნებას და სასწაულის მოხდენას, ჭეშმარიტი კურნების სასწაულისა აუცილებლად უნდა გქონდეს მეორე მხრიდან, უნდა შეახვედროს ამისურველმა რწმენა. აუცილებლად სხვანაირად იესო ქრისტე არ მოხდა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. და საიდან ჩანს პირველ რიგში მათი რწმენა, რაზე უნდა იყოს დაფუძნებული მათი რწმენა, არა მარტო განკურნების რწმენა, რო თქვათ ეს და თანამედროვეობასაც შევა და როცა ამ ბევრი ადამიანი
ბევრ რამეში ფიქრობს განკურნების თავის წმენას ამყარებს, ამკვიდებს, სხვაგან ეძებს ხსნას. ზოგჯერ ღებულობს კიდევ საფიქრელია ვისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს საუბარი ჭეშმარიტ კურნებაზე, რომელიც წმენაზე დაფუძნდა, წმენას დაფუძნდა აუცილებლად რაზე? იესო ქრისტეს ღმერთ კაცად აღიარებას და სწორედ აი აქედან იწყებენ ეს ბრმები, რომ იესო ქრისტეს უხმობენ, ნახეთ, გვიხსენ, შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითისაო. ესე იგი, ისინი გააზრებულად, რა თქმა უნდა, საფიქრე მამი გამგვიმართა, რომ მათ ყურს მიწვდა იესო ქრისტეს შესახებ, მისი სასწაულების შესახებ, მაგრამ მარტო განკურნებას კი არ ითხოვენ, ჯერ სანამ შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითს, ანუ იესო ქრისტეს აღიარებენ ღმერთ კაცად. მისი ორბუნებრობას აღიარებენ აი ამ მიმართვაში. საერთოდ შეწყალება მხოლოდ ღმერთის პრეროგატივა, ესე ვთქვათ, რომ ხსნელის მესიის მოვალეობა, მათ იციან ეს მესია ხსნელა მოვიდეს, მას შეწყალებას თხოვენ და შემდეგ ძეო დავითს, ანუ ადამიანათა ძეო დავითის ძეთ მოიხსენება, როგორც ერთ-ერთ ღირსეული ებრაელთა მეფის თავმოყრას, ხო? და სწორედ ამის შემდეგ იესო მიუხედავად ყველაფერს უფალი მათ არ ეხმაურება ამ მოწოდებაზე. ან გამგმარდა სწორედ უფალია მათ რწმენას გამოსცეს, ღმერთმა კი იცის ეს მათი რწმენა უფალმა ყველაფერს გულში, მაგრამ უნდა რომ დაანახოს. გარშემოყოფს რომ რადგან რწმენის გამო რომ მათ მიეგება, ამიტომ მათ რწმენას გამოსცი ძალიან ძნელია, მათ მოთმინებას აკვირდება ღმერთი მართლაც რომ წარმოვიდგინოთ, არც თუ ისე ადვილია რომ შეიძლება ითქვას მათ მართლა წმენა რო აი ერთი ხელის გაზდვენაზეა ამ ხსნის მიღება მათი თვალის სახელა, მაგრამ აი არ პასუხობს ღვთაებრივი მოძღვარი და ისინი არ ეგუებიან, არ თმობენ და აი ესე იქამდე მისდევენ სანამ სახში დავზანდება უფალი და იქ მივიდნენ გაუმეორებენ თავიანთ ხოვნას და უფალი წმენაში ეკითხება დაუდასტურდა და სწორედ ნახეთ ვოლკენ ზოგჯერ საოცარი მოძღვარი პირდაპირ კურნავს სიტყვის გარეშე როგორც შემდეგ ეპიზოდში მოხდა ზოგჯერ აქ გეყავთ თქვენ სარწმუნოებისამე თქვენისა და მართლისთანო ჭეშმარიტია და მართლაც წამდათ ღმერთისა აღმოჩნდა მას ყისერად აიხილა თვალი და ჩვენ დღევანდელობას რომ შევადაროთ რა თქმა უნდა ესეთი გამარტებაც არის რომ ყველაზე კარგად ღმერთი შეიცნობა ღმერთთან ურთიერთობა მყარდება სახში ანუ ღვთის სახში ეკლესიაში სადაც მორწმუნე დღესაც მივდივარ დღესაც ვითხოვთ ისეც ბუნებრივ ინდივიდუალურად, მაგრამ მაინც ლიტურგიაზე რომ შეწყალებას არერთგზის არის უფალო შეგვიწყალე ჩართული ლიტურგიული კვერექსების ბოლოს იქემათულ ლოცვებში და ვედრებით ღმერთს ჩვენ განკურნებას სულისა და ხორცსა მრავალი სეულების ამის გვაქვს სულერს და ხორციელით. და ამით სწავლება რა თქმა უნდა რომ ჩვენ ვიცით რომ როგორც იესო ქრისტეს სიტყვა არის ყოვლისშემზე და ძალმოსილი ღმერთის ასევე მისი შეხებაც კი და ეს არის კიდევ ცენტრალური სწავლება დღევანდელი სახარებისა რომ ჩვენ ვიცით სახარებიდან არაერთხელ რომ მაცხოვარი იტყო და მაგალითად და ისე იკურნებოდა ადამიანი, მაგალითად როგორც მოხდა შესაკრების თავის მონის შემთხვევაში, ახლა იქ არც კი მისულა ძალიან შორს ტერიტორიულად, ბამა ძანა და ის განიკურნა იმოვიჟან, ასეთი მრავალი ეპიზოდი სახარებაში, კინოკვეთი დაღდგომა მაგალითად მან სიტყვით აღადგინა ლაზარი ვიცი ჩვენ ესეთი უდიდესი მოვლენა მაგრამ ასევე ღმერთი მოქმედებს შეხებიდას. რატომ რომ ამით დიდი სწავლა გამოწვა ღმერთის როგორც სიტყვა არის ცხოვეს ყოფილი და ანუ ციცოცხლე მომნიჭებელი და ძალმოსილი ყოვლისშემზე ასევე მასთან შეხებაც როგორც მკვდარი აღადგინა მაგალითად ნაინელი ქრივის ძე როცა შეეხოდა აი ეს პირდაპირ წამოყენა. ანუ გამაცხოველებელია ქრისტე თავის სულისა, თავის სიტყვით და თავისი ხორცითაც და ჩვენ ეს ქრისტიანებს ეს ეპიზოდი არ უნდა დაგვჭირდეს მარტო რაღაც ამბად, რაღაც დიდი იმედად, ჩვენ ყველას იგივე საშუალება გვაქვს და იგივე მდგომარეობაში ვართ. დღეს ძალიან ბევრია სულიერ დაბრმობილი, ამიტაც მაცხოვარი ამხეს აი სიბრმავეს მაშინდელი იუდეველებისა, რომ თვალის ჩინოსაც არ ხურათ მათ იხილეს ჭეშმარიტი ნათელი ღმერთი ირწმუნეს და მათ როდესაც ორივე თვალი ესხათ, ფაქტობრივად ქრისტეში ღმერთი ვერ შეიცნეს, ხო? და ჩვენს ეკლესიაში მივდივარ დღეს ვითხოვთ თვისგან შეწყალებას და მის ხორცს ვეხე, არა მარტო ვეხებით, როგორც თქვა, აი ეს ბრმები, არამედ მას ვღებულობთ კიდევაც ჩვენ შინაგანში და რა თქმა უნდა, მას იგივე სული და ხორცია, რომელიც სეფისკვერი და ღვინის სახით იცით ლიტურგიაზე შეიწირება, შესაბამის დროს სულიწმის მანდით გარდამოვლეთ ეს სეფისკვერი და ღვინო გადაიქცევა, პროსტორია გარდაასწება სიცხე და ხორცად, რომელსაც იგივე ბუნებრივი თვისება, როგორც თქვა, ამ შემთხვევაში მოხდა. როგორი თვისება? კურნებისა, განწმენდისა და ცხონების. და ამიტომ ვის ჩვენს ამაზრებლები ვართ, ღვთისმანდით ვინც ვართ და როდესაც მოქმედებს ჩვენ ეს დიდი ამადი სიწმინე აღარ არსებობს, ამადი სასწაულოქმედი ძალა აღარ არსებობს, სრული მადლია, სისავსეა, სისხლი და ხორცი ქრისტეში. თუ ვიზე როგორ მოქმედებს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითია, სარკია, რომ თუ ვის როგორი წვენა გვაქვს, რა წვენით მივიახლებით მას, იმიტომ როგორც აქ გვეუბნება უფალი. გეყავთ სარწმუნოებისამე თქვენისა, ანუ სარწმუნოებას გვახსენეს, რომ აუცილებელი პირობა რომ შენ საღვთო მადლი მიიღო, ჭირდება მორწმუნეს წმენა, ჭეშმარიტ წმენა. ხო, წმენა ეს არ არის მარტო რომ მიშველის
გამკურნავს ეს უფრო რაღაც სასწაულის დაძიებლობა, ჭეშმარიტ რწმენა მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც ღვთის ცნებებს აღასრულებს. და ეს არც თუ ისე ადვილია თანამედროვეობაში სამწუხაროდ, მაგრამ აუცილებელი პირობა, რომ უფალი გვეტყვის, რომ მაჩვენე საქმენი შენი სარწმუნოებისგან შენის. ანუ პირიქით მაჩვენე მე რწმენა შენი საქმეთაგან შენთ. ანუ როგორ ცხოვრობს ცნებს, როგორ იცავს, შესაბამისი სარწმუნოება აქვს და ისე როცა მიახლება ქრისტეს მაცხოვნეს სისხლს, იგი იგივენაირ კურნებას მეცაც კი ღებულობს და ახლა ეს არავის ახალი არ არის ეკლესიის წევრი ვართ რომ ზიარების ზემოქმედების სულზე მართლაც საკვირველია მართლაც ენით გამოუთქვენ მართლაც მრავალმხრივია მაგრამ პირობა სარწმუნოების დაცვა ამიტომაც არის რომ ჯერ მანამდე როცა რომ ნამოზადს მორწმუნე ზიარების ლოცვას ყველა უნდა აღასრულებდეს იქ არაერთხელ არის შეხსენება რომ თავად რწმენით მიახლება ღვთისმოშევით მიახლება მოუტას მორწმუნეს კურნებას თუ თავისი ამ უზრუნველის განწმენდის შედეგს და ეკლესიას გვახსენებს რომ ზიარება სანამ დაიწყება ვიცი ჩვენ უკვე ბარძიმ გამბრძანებული სასტუმროს ქრისტეს განასახიერებს ისევ და ისევ ჯერ სიბრძნით ანუ გონება უნდა მოუყავს ადამიანმა რა ხდება ხელმოვლაღისულება და შიშით ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით აი კიდევ თუ ეს ორი პირობა არ არის დაცული ჯობია რომ არ მოეხოს მორწმუნეებს ზიარებას და თუ ეს ორი პირობა დაცულია სწორედ ამის შემდეგ არის ზიარება უწმინდესი ძალმოსილებისა შემდეგ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ვედროთ ფასო მოგმანდო ჩვენ ზიარება საკურნებელად სულისა და ხორცისა განსაწმენდელად სიმრთელედ აღმასრულებად ცნებათა დაცვად ცნებათა მომაკვდინებლად ნებათა ჩვენთა და ასე შემდეგ რომელსაც უდიდესი ძალმოსილება გააჩნია ყველა დიდი მას შეუძლია ადამიანის განწმენდა განკურნება განღმრთობაც კი ცხონება რა თქმა უნდა განხთობაც იმხელა დიდი მადლი ამაში. ზიარების შემდგომ ხო ისედაც ასე მიმართავთ ხოლმე ერთმანეთს რომ საკურნებელად სულისა და ხორცისა და ეს მასში აღესრულება ვინც მას ჭეშმარიტ წმინდად მიახადა სამწუხაროდ ხდება ესე ყოველას მოგსვით ერთმანეთს შეგვინოს რომ ეს უფრო ძალიან საფიქრია ზოგი ადამიანი ეზიარება და საერთოდ ვერ გზნობს თავის ცხოვრება თავის უზეს ზიარების შედეგს ეს რა თქმა უნდა ზიარების ბრალი არ არის გიგია რომ შეიძლება თუ წმენით და სულისკვეთებით არ მიახლები ზიარებას შეიძლება პირიქით საზიანოც აღმოჩნდეს ადამიანს. რა თქმა უნდა ღვთისშიში სწორედ ამას გულისხმობს არაერთხელ იხსენება ზიარების ლოცვებში რომ ნახეთ ოდეს გენებას ხოი კაცო მიიღება ხორცი ქრისტესი შიშით მიაღდათ რათა არა დაიწვა და ცეცხლი არს უღირსთა შემწვენი ეს ნივთი ცეცხლზე უარესია ღვთაებრივი არამქვეყნიური ცეცხლი რომელსაც ადამიანის სულიერი განადგურება შეუძლია არც ამისგან უმრავ სცენებაში წარმოჩა ადამიანი ამისგან იხოცებოდნენ კიდევა წარმოიდგინე დღეს ეს რო არ ხდება ბევრი რამე თამამდება ჯوار ღერთმა შეუნდოს ყოველთვის ესმას ანიშნავს რომ ამის ძალმოსილება დაკარგა თორე ძალიან საშიშია ამიტომ ჭირდება მას მოზის ლოცვა კურთხევა მეთვალყურება აღსარების თქმა რომ ადამიანს ექცეს ზიარება საკურნებელად და არა საჯელად კინა დასარჩელად დიახ მამა ირაკლი ვინაიდან დაახლოებით 10 წუთი დაგვჭა მოდით ეს დრო დაუთმოთ ახლა საუბარს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქცევა ყოველდღიურობა შეგულებასა და დასვენების პერიოდში ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ დიახ რა თქმა უნდა რაც ესეთი ფანტიკული მდგომარეობის არის ზოგის განშემიშვა თითქოს დასვენება არ შეიძლება ან ცოდვა და ზოგი ეს ექცევა ხოლმე არის შემიჩნევია რომ თქვა სასწრაფო პირი თქვა რომ ნუ რატო არ შეიძლება თქოს მან დაისვენოს ან ქრისტიანს რა შეიძლება ეს ჭირდება რა თქმა უნდა დასვენება ყველას ესეთი კაი გამოთქმა არის ვინც კარგად არისვენოს შემდეგ კარგად ვეღარ შრომობს და ვეღარ მუშაობს ხო დასვენება ყველას ჭირდება რა თქმა უნდა მithwest დღევანდელ დღეს ესეთი დატვირთული რიტმი რო გვაქვს რა თქმა უნდა თვით სასულიერო დასაცაც მაგრამ დასვენება არა ღმერთისგან არა სულიერი ცხოვრებისგან ცხოვრების გარეშე ასე მე ვეხმარებ რომ ლოცვა კურთხევას იღებენ მიდიან დასასვენებლად და ლოცვას ითხოვეს ვეონო დაისვენი კარგად ოღონდ არ დაისვენო მარხვის და ლოცვისაგან იმიტომ რომ სასწაულად ბევრს არ ესმის ლოცვა და მარხვა რაღაც გონიათ რაღაც სეზონური რაღაც მაინდამაინც რაღაც ადგილმდებელ გამომდენით თქოს მარტო ახლა თბილისში არის მაშინ უნდა ილოცოს თითქოს ღმერთი მარტო შემინდოს უფალ მარხაშურამდეა ან თქვათ იქ საგარეჯო ყველგან რა თქმა უნდა ეს ლოცვა არის ადამიანისთვის სულისთვის როგორც აი წყალი და ჰაერი სულის სუნთქვა და ხა შეიძლება რომ თქვა არსად უგეს გამორიცხული არის შეწყვიტო. მე პირიქით შეიძლება ზოგის სამხელებელი იყოს, მაგრამ ყველას მოქსლია, ძირითადად შევიან ხა და ნანობენ ქრისტიანები, რომ აი სამსახურის რითმია ზოგის სწავლის, ზოგის სტუდენტობის, ოჯახის და ვერ ახერხებენ, აქ ისე დაძაბული გრაფიკი აქვს, დილას ადრე დგებიან და დრო არჩებათ სულისთვის, ღმერთისთვის, თან საურთიერთობოდ, ხო?
მას სამხელებად ვიტყვით რომ ეხლა როცა დაისვენებენ იმდენად რომ წესით მაშინ ეხლა უნდა იკითხონ ბევრი ლოცვები სასურველი ლიტერატურა ეხლა უნდა წარიმატონ მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ რომ საერთოდ ანებებენ ხოლმე ესეთ ადამიანს ლოცვას და მარხვას თავს დასვენების დღეს რაც რა თქმა უნდა არასწორია უფრო თითქოს ინდომებენ აი ამ მთელი ცხოვრების რიტმი რაც აქვს და წლის განმავლობაში და იმ დროს ესეთ რამე რა თქმა უნდა გამართლებული ვერ იქნება პირიქით ჩვენი სულიერება ესეთი მყიფია ისედაც აი ეს ერთი დამერწმუნეთ ეს ყველა ალბათ გამოვსწრეთ რაღაც ახალახნევად მომხდარა 2-3 დღე თქვა რომ ანუ არ ილოცოს ან მარხვა არ დაიცვას 1-2 კვირა ან აზიარება არ მიიღოს ის მყიფესური ცხოვრება აი ჩამოაშლება ხოლმე მთელი სულიერობა და მე ისეთი მძიმე პროცესები ეწყება განსასწრელი ვწოდები რომ ამის გამო მაინც საშიშია რომ არ უნდა მიატოვო ღმერთი ასე რომ სულიერობა ცხოვრება ყველგან შესაძლებელია ლოცვა მდებარეობით არ განისაზღვრება იცი ჩვენ ახლა ბიბლიის მაგალითზე რომ დანიელი ლომების ხაროში ლოცულობდა იონა ვეშჩაპის მუცეში შებორკილი პავლე მოციქული დაწინა მოწამას შემდეგ ეს ლომაში არ არის სვენის ბუნებრივია დასვენების დროს არ შეიძლება რომ ღმერთი მიიღო საერთოდ აღსაღნიშნავ ამ დროსაც ადამიანმა ყველა თავის სულში უნდა ჩაიხედოს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ დასვენების ადგილის შერჩევასაც ამიტომ სულიერი ადამიანი ზოგადად სულიერი ცხოვრება ვისაც აქვს იმიტომ რომ ღმერთი სულია ბალ გვეტყვის სახარებაში და მის და თაყვანისცემელთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემ ან თუ შენ ღმერთს თაყვანისცემ უნდა სულიერი ცხოვრებით უნდა წე თაყვანი და არა მარტო რაღაც ფიზიკური გამოვლენებით ხო ისე ცოტა თუ ეხლა ამის იმეს ბედნიერება აქვს რომ შეარჩევს არ დასასვენებლად ან იქაც დასაწყისშივე ჩანს თუ რა შედეგი ექნება იმიტომ რომ ვისაც რა მეტად უყვარს იმ ხრივ არჩევს ამას მაგალითად ვისაც უყვარს გართობა და დროსტარებას და მით დასასვენებლად 1-2 კვირა არჩევს აი იმ ადგილას თქვა თუ იმ ქალაქში აბა სად არის გასართობი ადგილები ну ეს უყვარს ეს არის მისთვის ძვირფასი ვიღაცას თუ თქვა სპორტული მიდრეკილი სპორტულად უყვარს სად არის თუ არის ინფრასტრუქტურა სპორტული ვიღაცას თქვა მაგალითად მარტო ბუნების წიაღის და ყურება უყვარს პეიზაჟების ასთალგის არჩევს მაგრამ სულ ქრისტიანი რა თქმა უნდა ბუნებრივია მისთვის თუ ძვირფასია და უნდა იყოს ძვირფასი სულიერი ცხოვრება უნდა დაინტერესებს არის თუ არა თქვა იმ ქალაქში თუ სოფელში საქართველოში ქრემა თუ სხვაგან თქვა ქრისტიანი ტაძარი შეძლებს კი ის სულიერი ცხოვრება რო უწყვეტად გააგრძელოს იმ დასვენის პერიოდში და მადლობა აღმოჩნდა ჩვენ ღვთის კურთხეულ სამშობლოში ამას ბედნიერება გვაქვს ქალაქი და რაიონი და დაბა კი არა სოფელი არა ფაქტობრივად საქართველოშიც ერთი მოქმედ ტაძარი მაინც არ იყოს და დიდი ბედნიერება რომ სულიერი ცხოვრების წყვეტის საშუალებაც არ აქვს ქრისტიანს თუ მოიდოს ბუნებრივია თუ თქვა და ვერ მოხერხდა ტაძარში მისვლა შეიძლება ქვეყანაში არ იმყოფებოდეს არამედ საზღვარგარეთ მაგრამ თავი არის რომ ლოცვა არ შეწყვიტოს თავისთავად ხო და კიდევ ერთი დეტალი მამა ირაკლი მარიამის მარხვა გვიახლოვდება და შესაბამისად რომ ძალიან ბევრი მიაშურებს ხოლმე განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში საზღვარგარეთ სხვა კურორტზე რომ დაისვენოს ასე ვთქვათ ხო შესაბამისად უჭერთ ხოლმე მარხვის შენახვა და მათ რჩევას მისცემდით მამა ირაკლი თუ ხაი პირველ რიგში ესე შემთხვევით არის მადლობა ღმერთს საქართველოს ახსენე მაინც ასთუ ისე ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოში მიდის სოფლები ჯერ კიდევ რაც შემოგჩა გადიან მოსახლეობა ჩვენი და თორე თუ სხვა ამბებს არ არის შემართული ტაძარი ხარც ის აი ტრაგედია პირიქით ვეუბნებით ხო ვაკურთხებთ რომ რა თქმა უნდა ნორმალურად გვამათ აქვს სულიერი რომ ვერ გიხერხდება თქვა ზიარების მიღება ღმერთთან ურთიერთობა ხო პირიქით შენი თელი ძალები უნდა მიმართო ლოცვა და მარხვისაგან როგორც ღმერთთან ურთიერთობის საშუალება ეს ცოტა სწორად ნიშნავს ჩვენ ლოცვა და მარხვა რომ იყოს ხარისხიან და ღირებული მას ძალიან მადლის მოწანა შეუძლია ჩვენი სულისთვის რა თქმა უნდა ზიარება კულმინაცია ამაღლებული და ყველაზე მაგრამ ამაში უნდა გადაიდოს ენერგია თელი თავისი ძალები თავის წვენ ამაზე უნდა დაამკვიდროს მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ ხდება ხოლმე ხო და ამიტომ ეს გულისხმობთ დიახ მინდა თქვა რომ სულიერი ცხოვრება სულიერი ადამიანი განსხვავდება აბსოლუტურად ხორცელი ადამიანისგან ვიღაცისთვის თუ ეს ზაფხული მარტო ასოცირდება კიდე დასვენებასთან რომ ცოტა არ არის მაგრამ მარტო დასვენებასთან გართობასთან და რაღაც თავგადასავლეთად მოგზაურობასთან ბუნებრივია მისთვის ეს თვეები არის ამისთვის ელოდება მთელი წელიწადი აგროვებს თუ რამე შეუძლია რომ და შემდეგ მაგერ თვეში 2 კვირაში ერთმა შეიარგოს ხო გამოიყენოს მაგრამ სულიერ ადამიანს ქრისტიანისთვის ეს თვეები ნახეთ როგორია აუცილებლად ღმერთის სიბრძნეს ვერავინ ვერ აჯობებს ხო გათვლილია რომ ორი მარხვა გვაქვს ჩვენს ზაფხულში ანუ მეთო ურთიერთობა სეზონები და წელიწადობით არ განისაზღვრება ხო ჩვენთვის კრესიორებისთვის და სტუდენტებს არის ივლისში პეტრე პავლოვის მარხვა რომელსაც ჩვენ მარხულოდ ეგებებით დღესასწაულია ძალიან მალე ფაქტობრივად ერთ თვეში დაახლოებით იწყება უკვე ღვთისმშობლის მარხვა ეს განსაკუთრებული მარხვა
სწორად მინდა გამიგო ქართველების იმიტომ რომ ღვთისმშობლის წირხვედრი მიწა და ერი ვარ ჩვენ და აგვისტოს ეს პერიოდი ღვთისმშობლის სადიდებელად ეკლესია მის მიძინებით მოსლად მარხვა დააწესა შეიძლება პატარა ორკვირიანი მარხვა მაგრამ ძალიან დიდი სულიერი განსასწრებელი სულიერი პრობლემებითაა დატვირთული რადგან დიდი მადლია ღვთისმშობლის სადიდებელი მარხვა და ჩვენთვის ეს მოვალეობაც არის მაგრამ ვიღაცისთვის მაგალითად ეს რაღაც იდეალური გაროჯის პერიოდია ვის ძალიან მაცხوارო სადაც არის საუნჯე შენი მონარს გული შენ როცა ქრისტიანი ხარ შენ მithodi როცა ქართველიც ხარ და ღვთისმშობლის შვილი ხარ ფაქტიურად და ნაშვილები ჩვენი სამშობლოს და ერის კუთხით ვალდებული ხარ რომ ამხრივ ისეთი ადგილი შეარჩიო რომელიც მარხვას არ დაგარღვევინოს ეს გარმოზადიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან რთულია ჩვენი სულიერ ოჯახის მყიფია რომ ძალიან რთულია რაღაცად ზღვის სეზონთან შეფარდებული მარხვის მარხვა მარტო საკვები არ არის საკვები კიდევ უფრო მარტივია ვიდრე მარხვის სულიერი მდგომარეობა და ცოდვებზე ფიქრი რასაც მოითხოვ ჩვენგან უფალი ხო თუმცა ყველგან შეიძლება მარხვა არ არსებობს ადამიანი მოიბდომოს და მარხვა თუნდაც საკვებზე ხომ საუბრობთ რომ მარხვა არ შეინახოს და ესეთი ფაქტი მახსენდება ერთი ჩემრეული გოგონა მიდიოდა დაემთხვა ღვთისმშობლის მარხვაში იტალიაში რაღაც გასვით პროგრამა იყო მოსწავლე იყო და თავიდან მობრძანდა ისე მე მარხვას იქ ვერ დავიცავ კათოლიკე ვარ იტალიაში მოგეხსენებათ სულ აბსოლუტურად უმრავლესობა თუ ყველა არა და თქო ეს რამე არ შეიძლება ურჩევნო რომ შენ ღმერთს მიენდე შენ თუ გინდა შეიძლება იქ მარხვის შენახვას არ არსებობს გამონდო ნუ იქ ვერ ვიტყვი ოჯახი ენის პრობლემას თქო რა ხო მე ვთქვა მაგაც კურთხევ არ არსებობს მარხვა დააღვია და მარხვა არ შეინახო ეს და არ შეიძლება მე დაგმერს თქო მოკლედ ჩამოვძანა მე ესე იგი თვითონ ახტოვანებული იყო რომ ჩავედი მართლმადიდებლურ ოჯახში მოხვდა იტალიელებს შერი კისეთი ეშვიათობა იყო და იმათაც ისე გაიხარეს თურმე რომ ძალიანაც რომ დომოდაო მარხვას ვერ დავარღვევდი იმიტომ რომ თუ სადმე რამე ყველაფერი თელ ოჯახი მარხულობდა ლოცულობდა წელოცაზე დავზანდებოდა და ის ქონდა თვითონ იყო გახმარდა მე ვთქვა რომ მიენდები ხმე შემდეგ გავახმიე აუცილებლად ვერც დავარღვევდი რომ მომდომოდა ისეთი შემეწყო ღვთისაგან და დედა ღვთისმშობლისგან ეს კურთხევით ეს მარხვა და ასე ყველგან შეიძლება თვითონ ღმერთს მიენდობა ფარატო ბძანებს რომელი დარწმენეთ შენ და მომად არა განმაგდო გარი უფალი არავის არ სადარც ხვენეს უბრალოდ უფალი არავის არ ცხენს სარწმუნოს გამო ყველგან შეეწევა თავარი ჩვენი სურვილი ჩვენი ნება ჩვენი ვექტორს მართულია ცხონებისაგან თუ ამ ხორცე სული და ხორცი ერთმანეთთან ამშტოში და მოპირისპირე მხარებთან ხარეთ გებიან ხოლმე როგორც წესი ჩვენზე არის დამოკიდებული რეალურად რამდენად გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს თორე ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელი არის როგორც გზას ავცდეთ ასევე შეგვიძლია რომ სწორ გზაზე დავდგეთ ასე ვთქვა და უბრისაკენ სავალ გზას შევუდგეთ ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი მობრძანებისთვის როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ ახლა რაზეც ჩვენ საუბრობდით ზაფხულის პერიოდი იმიტომ ვინაიდან ზაფხულია ახლა და ყველა მშობლებაში და დასვენებლად მიემართება და ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის რომელიც თქვენ მოგვეცით კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მე შევახსენებ სტუდიაში ჩვენთან სტუმრად იყო ნაძაღდევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი ამასობაში 9 საათი მოახლოვდა ერთად აღვავინოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემებით და საინტერესო თემებით დაგვეულდით იდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან
რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდნენ მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას დამფუძნებლები, ქორეოგრაფები კოტე მესხიძე და მაკო მიქელაძე არაჩვეულებრივ შვილებთან, ბატო და ვაჩესთან ერთად. ვისაუბრებთ ანსამბლის სამშობლოში ვიზიტის შესახებ, გასტროლის ფარგლებში, ანსამბლის სოლო კონცერტი,
ზღვისპირა ქალაქს ბათუმს სტუმრობდა, უფრო მეც ცეკვის აკადემიისა და გასტროლის შესახებ სტუმრებისგან შევიტყობთ. დილა მშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სამუშაოთა ანსამბლის შესახებ ვისაუბრებდეთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა, სად დაფუძნით და ასე შემდეგ. მანამდე მოდით ვთქვათ იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც 9 ივლისს გაიმართა ბათუმმა გიმასპინძლად და ამ კონცერტით დავიწყოთ, თუ როგორი იყო თქვენი გამოსვლა, თქვენი ემოციები და რა თქმა უნდა მაყურებელთან შეხვედრა, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში, როგორც ვიცი, პირველად ჩაუმბრძანდით და პირველად გამართეთ კონცერტი. როგორი იყო ეს ემოციები სამშობლოში დაბრუნების და კონცერტის გამართვის? დაიწყოთ მოკლედ ძალიან ემოციური დღე იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენი აკადემია 9 წელია რაც არსებობს და არასდროს არ გვიცეკვია საქართველოში. დავდივართ საერთაშორისო ფესტივალებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ამ ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ესპანეთში და ქართული ცეკვა შეისწავლეს ესპანეთში, საკუთარ მიწა-წყალზე არასდროს არ უცეკვიათ. ამიტომ ძალიან ემოციური იყო ყველასთვის, არა მარტო ჩვენთვის და ბავშვებისთვის, არამედ მათი ნათესავებისთვის, იმიტომ რომ იხილეს სცენაზე ბავშვები, რომლებმაც ემიგრაციაში ისწავლეს ქართული ცეკვა. რა ვიცი, ჩვენი აკადემიის 9 წლიან ისტორიაში ძალიან ბევრი კონცერტი ჰქონდა და სამახსოვრებელი, მაგრამ ამ კონცერტს არაფერი არ შეედრება და ამ ემოციებს. თქვენი შეხედულება როგორი არის ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თქვენი განცდები და ემოციები? შედგა თუ არა ის კონცერტი, რომელიც წარმოგედგინათ და რომლისთვისაც ემზადებოდით ამდენი ხანი? კი, ნამდვილად შედგა რა, ვიტყვით რომ შედგა და გადააჭარბა კიდევაც მოლოდინს ჩვენი მონატრებული მაყურებელი პუბლიკა ძალიან თბილად შეხვდა. თან საკუთარ სამშობლოში სცენაზე ცეკვა მეტი პასუხისმგებლობა არის, ცოტა ეს გვაღელვებდა და გვანერვიულებდა, ბუნებრივია, მაგრამ მიუხედავად სიცხისა და ცოტა დაღლილი ჩვენ წინა დღეს ჩამოვფრინდით და ის აკლიმატიზაციაც ვერ გავიარეთ, მაგრამ ბავშვებმა მაინც შეძლეს ის მუხტი იმხელა იყო, ის პატრიოტული, რომ ბავშვებმა შეძლეს მოინდომეს ბოლომდე დაიხარჯნენ, თან ჩვენს მეგობარ ანსამბლებთან ერთად გავმართეთ ეს კონცერტი, 4 ანსამბლი ჩვენი მეგობრების ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას და იქ არ იყო შეჯიბრი, უბრალოდ იყო ჯანსაღი კონკურენცია, რომ ყველას უნდა და რომ კარგად წარმოჩენილიყო და ეს მუხტიც იგრძნობოდა. და რაც თავარია ამ ყველაფრის განხორციელებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაგვიდგა გვერდში საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის გრანტის პროგრამით ჩამოვედით საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამ შესაძლებლობისთვის და იმედია მომავალში კიდევ გაგრძელდება და სხვა ანსამბლებსაც ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საკუთარ სამშობლოში და გამართონ კონცერტი. დიახ, თქვენ საერთაშორისო ვაჟებს მიმართო და მათთან გადავიდე კითხვით ბატო და ვაჩე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ როგორც ვიცით, დაიბადეთ საქართველოში და შემდგომ მოგიწიათ წასვლა ესპანეთში, ხო? რა საკიდან მოგიწიათ წასვლა საქართველოდან? 5 წლის რო ვიყავით, ესპანეთში წავედით და იქ გავიზარდეთ, ესპანური ვისწავლეთ და მეგობრები გავიჩინეთ და არაერთი კონცერტი გამართეთ სხვადასხვა ქვეყანაში და რომელი კონცერტი და რომელი გასტროლი და გამახსოვრდათ ყველაზე მეტად ვაჭი? მე ვენეციაში მომეწონა, ძალიან ლამაზი ადგილია და გონდოლებით რო ვიყავით და კიდე ცეკვაც მომეწონა, კარგად ვიცეკვეთ და ძალიან მაგარი ადგილია. დიახ, ბატო, თქვენ რას გვეტყვით, რომელი არის თქვენთვის და სამახსოვრებელი ყველაზე მეტად? ფიტორში ვიცეკვეთ 2021 წელს და ესპანეთის მეფე დედოფალი დაასწრო და კლასში რო ვთქვი, ზოგი ესპანელს არ ჯეროდა და ალბათ საოცარი იყო. ალბათ ყველა მოცეკვავეს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ცეკვა. ბატო, თქვენ შემთხვევაში რომელი არის? მე ხორუმი და ფარიკაობა მომწონს, იმიტომ ძლიერი და სწრაფი ცეკვებია რა. და მოქნილი უნდა იყო, რომ კარგად იცეკვო. ბაჩე, თქვენ რას გვეტყვით, რომელია თქვენი საყვარელი მე ცეკვა? აფხაზური და თიულური. მაგარი ცეკვებია და უფრო ეგეთები მომწონს, ტრუკები და ეგეთი ძნელი რაღაცები რა.
დიახ. რაც შეეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას ჩამოვბრძანდით, ახლა ბათუმში გამართეთ კონცერტი, როგორი იყო ეს ემოციები თქვენ? კარგი იყო და ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში ჩამოვედი 8 წლის მერე თუ 9 და უიცეკვეთ და ვაჩვენეთ ჩემ ოჯახს და ყველას, ვინც ნაცნობებს, რომ ცეკვა იქაც ვისწავლეთ და ჩემმა და მამაჩემ ამასწავლა და ესპანეთში შეიძლება ისწავლო ცეკვა. დიახ, თქვენ რა სიტყვით ბატონო? კაი იყო რომ ჩავედით 9 წლის მერე მთელი ჯგუფი და ჩვენი კულტურა არ დაგვიწყებია ემიგრანტობაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მშობლებს და თქვენ ამისთვის, რომ ასე გიყვართ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ტრადიციები და თქვენი ვაჟების გარდა, რა თქმა უნდა, იქ არაერთი ახალგაზრდა არის, რომელიც თვითონ ესპანეთში დაიბადა, ზოგი არის, რომ საქართველოდან არის წამოსული მცირე ასაკიდან, მაგრამ არიან ისეთებიც და ალბათ უმრავლესობა, ვინც ესპანეთში დაიბადა და ყველაზე რთული არის სწორედ უცხო ქვეყანაში შენი ფესვების და ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება და შენარჩუნება ერთია, შემდგომ ამ ყველაფრის გადაცემა და ახალ თაობაში მოზარდებში ამ სიყვარულის და პატივისცემის გაღვივება. რამდენად ხერხდება თქვენ ანსამბლში ეს ყველაფერი, როგორი არის მათი ასე ვთქვათ, თქვენ ფეხის აყოლა, რომ აყვეს აი ამ სულისკვეთებას, ამ სიყვარულს, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა ქართველს თავისი ქვეყნის სამშობლოსა და ტრადიციების მიმართ. ნამდვილად, აი ჩვენს ანსამბლში 90% ბავშვების ყველა დაიბადა ესპანეთში. არიან ბავშვები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, როგორც ვატო და ვაჩე, მაგრამ ღრმა ბავშვობაში წამოვიდნენ და ცხოვრობენ, გაიზარდნენ ესპანეთში, ესპანური კულტურა მათთვის ძალიან ახლოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემიგრაციაში ქართულ ცეკვას. ეს არ არის მხოლოდ ქართული ცეკვა, ეს არის ქართველების შეკრების ადგილი, გაცნობის, დამეგობრების, ბავშვების დამეგობრების, იმიტომ რომ მადრიდი ძალიან დიდი ქალაქია და შეიძლება წლები იცხოვრო ისე, რომ ქართველი ქართველს არ შეხვდე. და ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ქართული ცეკვის არსებობას, მაგრამ იქ დაბადებულ გაზრდილ ბავშვებმა არ იციან რა არის ქართული ცეკვა. ამიტომ პირველი მუხტი, ანუ რომ მოდიან ჩვენთან, თავარი არის რომ ჩვენ სფეროში, ანუ ჩვენ სივრცეში თავი იგრძნონ კარგად, კომფორტულად. შემდეგ უკვე შევაყვაროთ ქართული ცეკვა და არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი ანსამბლი 9 წელია რაც არსებობს და პირველი თაობა ჯერ კიდევ ჩვენთან ცეკვავს. აი სწორედ პირველი თაობა ყავდა ახლა ჩამოყვანილი და 9 წლის მანძილზე მათ იმდენად შევაყვარეთ ქართული ცეკვა, რომ დღესდღეობით ბევრი არის რომ სტუდენტია, უკვე ბევრი მუშაობს კიდეც, მაგრამ მაინც ახერხებენ რომ შაბათ-კვირას მოვიდნენ რეპეტიციაზე და იცეკონ და ეს ქართულ ფესვებს რომ არ ივიწყებენ, ეს ძალიან კარგია და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში მშობლებს. მოგეხსენებათ რომ ესპანეთში ბევრი კი არა და ყველა მშობელი მუშაობს, რა თქმა უნდა და ის 2 დღე აქვს დასვენების დღე და მაინც ახერხებენ რომ ბავშვები ქართულ ცეკვაზე მოიყვანონ. ისიც უნდა აღინიშნოს გაცრავად ჩაგეჭრებით, რომ ძალიან შორიდან უწევთ ბავშვებს ცეკვაზე რეპეტიციაზე მოსვლა, იმიტომ ქალაქიდან სიდიდიდან გამომდინარე საათნახევარი არიან ბავშვები ერთ მხარეს გზაში და შემდეგ ისევ საათნახევარი უკანო დაბრუნდნენ სახლებში და მშობლისთვისაც რთულია, მაგრამ ეს ქართული ცეკვის სიყვარულით და იმ ფესვები რო არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიცია, ჩვენი იდენტობა, აი ამას ვემსახურებთ ყველა ერთად, რა ძალიან გვიდგანან გვერდში და მე როცა წამოვიждებიან ბავშვები აღარ ჭირდებათ არავის გამოცილება, სიხარულით თვითონ დადიან და აი ესე ვაგრძელებთ და ესე ერთობლივად ცეკვა მხოლოდ რაც გარკვეული მოძრაობებისგან არ შედგება, რამს თავისთავად თავისი ისტორია გააჩნია, ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და შესაბამისად ალბათ ცეკვას როდესაც შეასწავლით, ამავდროულად გადასცემთ ისტორიას, თუ რომელი კუთხე როგორი არის, რა ტრადიციებით არის და ასე შემდეგ და თავისთავად ალბათ ეს უკვე მათთვის ძალიან მშობლიური არის თავისთავად, ხო? აი როდესაც საუბრობთ ხოლმე ამ ყველაფერზე, როგორი არის მათი დამოკიდებულება, მათი ინტერესი, ვინც არ იყო ნამყოფი სამშობლოში, ახლა პირველად ჩამოვიდა და განსაკუთრებული ემოციები ექნებოდა თავისთავად. რამდენად ჩართულები არიან ამ პროცესში, რამდენად დაინტერესებულები არიან, რომ გარდა კონკრეტული მონახაზისა, ამის გარდა იცოდნენ თუ ვისი როგორისანი არიან და რა ტრადიციები გვაქვს.
ნამდვილად ჩვენ იმის გარდა რომ ვასწავლით პრაქტიკაში ცეკვას გვიწევს ამ ცეკვის ისტორიის მოყოლაც. მაგალითად ეხლა როცა მოვდიოდით აჭარაში, ბათუმში, გვაქვს ცეკვა აჭარული და რომლითაც გავხსენით ეს კონცერტი და ნუ რა თქმა უნდა იციან ბავშვებმა რომ ეს აჭარული არის აჭარიდან, ამ რეგიონიდან. გვაქვს აფხაზური, ისიც მოვუყევით რომ აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი, მაგრამ ახლა ოკუპირებულია. ოკუპირებულია კი, გვაქვს ცეკვა ოსური ასევე და აი ამ ცეკვასთან ერთად ისინი სწავლობენ საქართველოს მოკლე ისტორიას, რეგიონებს სწავლობენ. შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ცეკვები განსხვავდება, ხომ? არის თის ცეკვები, უფრო ძლიერი ცეკვები, რომლებიც უფრო უყვართ და მოსწონთ ბავშვებს და ბიჭებს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა. გასაგებიც არის. დიახ. და არის სხვა ცეკვები, რომლებიც უფრო დავლური ქართულით მაგალითად, უფრო ნარნარი ქალის სინაზეს გამოკვეთავს, ხო? ამ ყველაფერს ისინი სწავლობენ პრაქტიკაში ცეკვის გარდა სწავლობენ ისტორიას და ეს არის ზუსტად შემდეგ რაც უნარჩუნებს მათ აკავშირებს ამ ქართულ კულტურასთან. მინდა აღნიშნო ძალიან დიდი მხარდაჭერა რაც გქონდა ჩვენ ძალიან ძნელი იყო თავიდან ამ ყველაფრის დაწყება, რადგან დარბაზიც კი არ გქონდა და ჩვენი ეკლესიის მადრიდში არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი არის მამა პიროს გოცირიძე და როდესაც მადრიდში ჩავედით და გამოვთქვით სურვილი რომ გვინდოდა ანსამბლის გაკეთება, მამაო ძალიან დაგვეხმარა ეკლესია დაგვითმა, იმიტომ რომ თავიდან დარბაზიც კი არ გქონდა. ასე რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამაოს ჩვენი ანსამბლის ჩამოყალიბებაში 17 ბავშვით დავიწყეთ თავიდან. არ იყო დიდი დაინტერესება, მაგრამ ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ 90 ბავშვი ყავს რამოდენიმე ჯგუფი და მიღება როგორ ხდება, ვთქვათ, ეტაპობრივად წლის განმავლობაში ერთხელ ორჯერ ცხადდება. სურვილები თუ არიან ასევე არა მხოლოდ ქართველები, არამედ ესპანელები და თუ გამოთქვამენ სურვილს რომ შეისწავლონ. არის მაგალითად კონცერტებზე, როდესაც ესპანელები გვესწრებიან, შემდეგ ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენი ტელეფონის ნომრები გაუგიათ ან Facebook გვერდზე მოუწერიათ, რომ გამოთქვეს სურვილი, რომ აქვთ ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი გამოთქვეს და ჩვენ ყავს ასევე მოყვარულთა ჯგუფი და აი იქ მოდიან ხოლმე და შევასწავლით ქართულ ცეკვას და ანსამბლს რაც შეეხება ძირითადად რა თქმა უნდა ქართველები არიან, მაგრამ არიან ისეთი ოჯახის ბავშვები, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი ყავთ ესპანელი, ან ყავთ პერუელი, ყავთ უკრაინელი, რუსი, რუმინელი, შერეული ოჯახების ბავშვები და აი ეს უფრო დასაფასებელია რომ ამ ბავშვებს უკვე უწევთ არა მარტო ორი კულტურის, არამედ სამი კულტურის გააზრება და შესწავლა და ეს მშობლები ნამდვილად ზალღონეს არიშურებენ რომ მოვიდნენ და სამალო გეგმების შესახებ გკითხავთ, ალბათ უკვე დაგეგმილი გექნებათ გარკვეული ღონისძიებები. ეგეც კი ცოტა მონახაზი გვაქვს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპაში ძალიან ადრე იწყება ამ ყველაფრის დაგეგმა და ან თეატრის დაჯავშნა, მზადება, გასტროლის მომზადება და უკვე რაც გვაქვს დაჯავშნილი და ასე ვთქვათ წინასწარაც ვიცით, გალიციაში ვართ მიწვეული ფესტივალზე, ესპანურმა ფესტივალმა დავპატიჟა, თვითონ მოუძებნეს და გამოთქვეს სურვილი რომ მივიღოთ მონაწილეობა დეკემბრის 17-ში და კიდევ 5 დეკემბერს გვაქვს კონცერტი ჩანიშნული მადრიდში და ველოდებით სტუმრებს, ისიც ემიგრანტულ ანსამბლს, იმედია ერთად მოხდება ეს კონცერტი განხორციელდება და სამომავლოდ კიდევ ვემზადებით ევროპაში გასტროლისთვის. ჩვენ მეორე ანსამბლი ყავს პატარა ჯგუფი, რომლებიც ახლა ესპანეთში არიან. ეს საქართველოს გასტროლი ეხებოდა უშუალოდ პირველ თაობას დიდებს და იმათთვის კიდევ გეგმავთ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გასტროლს სამომავლოდ. კეთილი, ჩვენ სადაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ არაერთხელ გვექნება კიდევ შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ და საქართველოში გამართული კონცერტების შესახებ ვისაუბროთ. წარმატებებს გისურვოთ. მადლობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახდნენ მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას დამფუძნებლები, ქორეოგრაფები კოტე მესხიძე და მაკო მიქელაძე, შვილებთან ვატო და ჩესთან ერთად ჩვენი სტუმრები იყვნენ, ჩვენ კი ცოტა ხანში მცირე ვიდეო რგოლის შემდგომ დაგებრუნდებით.
როგორც დაგპირდით, დაგებრუნდით სტუმართან ერთად, ვისაუბრებთ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. დილამშვიდობის. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ირაკლი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში თუ როგორი უნდა იყოს რამდენად ყურადღებით უნდა იყოს როგორც მძღოლი, ასევე ქვეითად მოსიარულე, როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, მაგრამ სამწუხაროდ მაინც არის რიგი საგზაო შემთხვევები და სწორედ ამ საკითხებზე გვინდა ჩვენ საუბარი, რომ რა საშუალებები არის, რა ღონისძიებები არის გატარებული იმისათვის, რომ ყოველივე ეს შემცირდეს და ისეთ სურათი აღარ გქონდეს, როგორიც დღეს გვაქვს და რამდენად ახდენს ზეგავლენას და ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით სხვა კამპანია და თუნდაც ჩვენი ეთერის მეშვეობით არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რამ დღეებშიც ალბათ ვიხილეთ ყველამ ის ტრაგედიები, რაც დაგვტრიალდა. სამწუხაროდ მოხშირებულია საგზაო შემთხვევები და რასაც ვაკვირდებით, ძირითადი მიზეზი არის მაინც უცვლელი რჩება, ეს არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემა, ანუ საგზაო უსაფრთხოება არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მოგვარდება და მე ყოველთვის ეს მოგვარებული იქნება, არამედ არის მცოცავი პრობლემა, სულ ჭირდება განახლება, სულ ჭირდება საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა უკვე ამტკიცებს ეროვნულ სტრატეგიას 2026-2030 წლები და მათ შორის სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება 2 წლიანი 2026-2027 წლები. ამ გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, შემცირება საგზაო შემთხვევების, თუმცა წინა სტრატეგიამ ვერ გაამართლა, ანუ იმედები გამომდინარე იქიდან, რომ 2021-25 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული იყო 25% შემცირება სიკვდილიანობის და დაშავებულობის, თუმცა პირიქით კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და საერთოდ წინ ვერ წავედით ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ჩვენი ახალი სტრატეგია დამტკიცებული და დიდი იმედი მაქვს ის რეკომენდაციები, რაც ამ დარგში მომუშავე ადამიანებმა მივაწოდეთ, იქნება გათვალისწინებული. დაახლოებით 40-მდე რეკომენდაცია არის გაგზავნილი. აქედან ვიცით, რომ 20-მდე რეკომენდაციის ასახვას მაინც ვეღირსებით. რაც არ უნდა აკრძალვები დაუწესოთ, ვთქვათ, და რაც არ უნდა ჯარიმები, ასე ვთქვათ, ხომ? შესაბამისად, თვითონ ადამიანს უნდა ჰქონდეს ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარ თავის წინაშე, ასევე სხვის მიმართ, ხომ? გულისხმობ იმას, რომ არ ერიდებიან ნასვამები, რომ დაждდნენ საჭესთან და ეს თავისთავად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ საფრთხეს და არ ჭირდება მგონი ამას რაღაც გარკვეული კანონების შემუშავება, ეს ჩვეულებრივი ადამიანური პასუხისმგებლობა არის. ახლა ბოლოს რაც მოხდა საგზაო შემთხვევა გორში, სამწუხაროდ ის ფაქტი, რომ მძღოლი იყო ნასვამი და როგორც გავიგეთ 225 ჯარიმა ჰქონდა გადახდილი სიჩქარის გადაჭარბებით და ასეთი ადამიანები მაინც ზიან ავტომობილებზე, მე ძალიან ბევრჯერ გამიმახვილებია ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ არიან როცა ჯარიმების გაზრდაზე იყო საუბარი, მაშინაც თქვი და დავაფიქსირე აზრი, რომ მხოლოდ ფულადი ჯარიმის გაზრდას აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვახდენთ ანუ ერთიან მიდგომას, ანუ გამოდის რომ ვისაც აქვს იმის საშუალება რომ გადაიხადოს თანხა, ანუ მას ვაძლევთ გზაზე დარღვევების უფლებას, ანუ ადამიანი ყიდულობს ფაქტიურად დარღვევას და მაინც გადაადგილდება გზაზე, აქვს ისე მართვის მოწყობა და თუ არ აქვს საშუალება, ანუ არ უნდა ჩააბარო ეს მართვის მოწყობა. აქედან გამომდინარე ესეთი მიდგომები არ უნდა ყოფილიყო და ჩვენც რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები განცხადების გაკეთებას, ვინაიდან ჯარიმები მხოლოდ ვერ იქნება უზრუნველყოფი, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია მათ შორის თქვენს ეთერშიც კულათა სისტემის მნიშვნელობაზე. ჩვენთან კულათა სისტემა როცა 2016 წელს შემოვიდა, მაშინ მხარი დაუჭირეთ, ერთ-ერთი ინიციატორებიც ვიყავით ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და ვიცოდით თუ რა ეფექტი უნდა ქონოდა, თუმცა ამას განვითარება არ მოყვა. ეხლა წარმოვიდგინეთ, ადამიანი თვითონ ეს კულათა სისტემას ხარვეზიანია. 12 თვის მერე, ანუ ყოველ დეკემბრის ბოლოს უნულდებათ ადამიანებს ქულები. არაერთგვაროვანი მიდგომა ადამიანმა, რომელმაც თებერვალში დაარღვია 10-12 თვე მქონდა ეს ქულები და უფრთხილდებოდა, რომ კიდე აღარ დაერღვია, რომ მართვის მოწმობა არ ჩამორთმეოდა, არიან ადამიანები, რომ დეკემბრამდე ქულები არ აქვთ განულებული და დეკემბერში ახდენენ ანაზღაურებას
ყველანაირი გადაჭარბებაზე დარღვევებზე, იმიტომ რომ იციან რომ მათ ერთ თვეში გავნულდებათ ქულები. აი თქვენ სიჩქარის გადაჭარბება ახსენეთ ირაკლი და ამაზე მინდა კიდევ გავმახვილო ყურადღება რომ სამწუხაროდ არის ისეთი ადგილები, სადაც არ არის ეს კამერები დაყენებული და ის ადგილებიც ძალიან კარგად იციან მძღოლებმა თუ სად არის ეს მაფიქსირებელი ხელსაწყო ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული მონაკვეთის მშვიდად გავლა, ასე ვთქვათ, მოცემული სიჩქარით, რაც არის დაშვებული და შემდგომ ისევ ემატება სიჩქარი თავისთავად, რაც იწვევს მერე სწორედ იმ შედეგს, რასაც ხედავთ სამწუხაროდ. თუ ქულათა სისტემის გამართვა მოხდება, პირველ რიგში ის რომ ეს ცოცავი იქნება დარღვევა, ანუ ყოველი ერთი დარღვევა ერთი წლის მერე განულდება, ეს ერთი, მეორე ვიდეო ჯარიმებს უნდა მიებას აუცილებლად ქულები და მესამე ის რომ ესეთი ადგილები მართალი ბრძანეთ, ანუ არის სადაც იციან მძღოლებმა დაუშვათ მაღალმთიანი რეგიონები, სადაც საერთოდ არ არის და ვიცით თუ რამდენად საშიში გზებია მაღალმთიან რეგიონებში, ბევრგან ჯებირებიც არ არის საერთოდ და გადავარდნის, ანუ სისწრაფის გამო გადავარდნა ხდება ფაქტიურად ავტომობილების. უნდა იყოს უფრო მეტი უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები და როცა ქულები მიბმული იქნება ჯარიმაზე, მეტი შიში ექნება მძღოლებს, არ იციან თუ სად შეხვდება უკონტაქტო პატრული, შეიძლება მათ ქულები ჩამოაკლდეს ავტომატურად. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა ანუ აღსრულება უნდა გაიზარდოს და ნომერ პირველი მკვლელი არის საქართველოს გზებზე სიჩქარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება კიდე სხვა ბევრი პრობლემები არსებობს, იგივე ბავშვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საგზაო უსაფრთხოების რისკ ფაქტორებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე ძირეული სათავე ვინაიდან არის სიჩქარის გადაჭარბება, ამის მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოვახდინოთ. სხვაგვარად ვერ მოხდება ანუ საქართველოში ამის განვითარება და ვერც უსასრულოდ გაზრდილი ჯარიმები ყოფნის ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მთლიანად გადახედვა სიჩქარის მენეჯმენტის სიტუაციის და შემდგომ დასახვა იმ გეგმების და მიმართულებების თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. სხვათა შორის ბოლო პერიოდში რაც იყო საგზაო შემთხვევები, უმეტესობა ხომ სიჩქარის გადაჭარბებით მოხდა და ასევე ნასვამობით. ეს ნასვამობაც იგივე პრობლემა დარჩა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სიჩქარესთან ერთად ნასვამობა არის უდიდესი პრობლემა, გამომდინარე იქიდან, როცა ადამიანი ნასვამია ვეღარ აკონტროლებს უკვე საჭეს, შეიძლება ვეღარ გზნობს სიჩქარეს, რეაგირება უჭირს, სიჩქარეს ვერ გზნობს და ხშირად ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები და ეს ნასვამობაც არა გვაქვს ჩვენ იმ დონეზე. სხვადასხვა ერთი რაღაცა არის, ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე ნასვამ მდგომარეობაში მართვას თვითიმედოვნებით და გაუთხილობით დანაშაულად კი არ თulis, არამედ ეს არის უკვე განზრახ დანაშაული, როგორც მაღალი სიჩქარით გადაადგილება, რადგან იყო შემთხვევა, როცა გერმანიაში მძღოლი გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით და მას პირდაპირ განზრახ მკვლელობა ჩაუწერეს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც 60-70 კილომეტრით აჭარბებს სიჩქარეს და განზრახ ჩადის ამას, უკვე გააზრებული აქვს თუ რა შედეგები უნდა მოყვეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართვაც კიდევ უფრო მეტად დაჯადი უნდა იყოს და ის 6 თვიანი მართვის მოწმობის ჩამორთმევა, რაც გვაქვს, ეს პირიქით უნდა გაიზარდოს წლამდე და კიდევ მეტი სანქციები უნდა იყოს, რადგან რაცაც დავაკვირდით, ყოველწლიურად დაახლოებით 20,000-მდე მძღოლს უჩერდება მართვის უფლება. წარმოიდგინეთ, ეს 20,000 მძღოლი გადაადგილდება ქუჩებში ყოველწლიურად, რომელსაც პატრული უჩერებს მართვის მოწმობას და ეს ადამიანები რომ მიუშვათ, ალბათ 579 ადამიანი კი არა, 4,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება ჩვენს გზებზე. აქედან გამომდინარე, ის დარღვევები, რაც სიკვდილიანობასთან, ოჯახების გაუბედურებასთან და არ ვიცი, ძალიან ცუდ შედეგებთან არის დაკავშირებული, მისი პირველ რიგში მოგვარება არის აუცილებელი და სიმკაცრით უნდა მოხდეს ამ ყველაფერთან შეხედვა, რადგან ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ მას შეიძლება არასდროს არ მოვიდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოცდილია და რაღაც ესე არ არის ყველას შეიძლება შეხარ გამოცდილი ვთქვათ, მაგრამ მეორე მძღოლი არ იყოს გამოცდილი. და აქედან გამომდინარე აუცილებელია და მე მაინც მინდა ვთქვა, რომ თვითშეგნების ამბავიც არის ხა, რაც არ უნდა ქულათა სისტემა შემოვიღოთ, ჯარიმები დავაწესოთ, შევცვალოთ კანონმდებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უდიდესი როლის და წილების მქონე, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც და როცა ქუჩაში გამოვდივართ ავტომობილით, უკვე მთელი რიგი პასუხისმგებლობები გვეკისრება, ხო, როგორც ჩვენი თავის, ასევე ოჯახის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მიმართ და არ შეიძლება ის, რომ რაღაც და ჩვენ დაუდევრობით შევქმნათ ისეთი რისკები, რა რისკებმაც შეიძლება სავალალო და საუბედურო შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა არის აუცილებელი და ამას მნიშვნელოვნად გასძის კიდევ მეტად ეს საინფორმაციო კამპანიები და მე მინდა მედიასაც დიდი მადლობა მოუხადო, რომ ხშირად ხდება მსგავსი საკითხების გაშუქება, აქტუალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მოქალაქეებიც პასუხისმგებლობიანად უნდა მოვეკიდოთ ამას, ანუ გზა არ არის მარტო მძღოლის გზა არის
სხვადასხვა მონაწილის იგივე ფეხით მოსიარულის მსხოვლის და ასე შემდგომ აქედან გამომდინარე ზიარი პასუხისმგებლობა ყველასია და თანამედროვე უნდა გავიზიაროთ ეს ყველაფერი. დიახ. და პასუხისმგებლობა ასევე არ მხოლოდ ავტომობილით მოსარგებლე ადამიანის, არამედ ასევე მოპედებზეც უნდა ვთქვათ ხო, რომ არის ხოლმე არაერთი შემთხვევა, რომ ძალიან რთულად ხდება მოძრაობა გართულებული არის სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ეს უბედური შემთხვევები. არაერთხელ გავაკეთეთ აქცენტები მოპედებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რამდენიმე წელია საერთოდ რეგისტრაციას დაექვემდებარა, მანამდე ვიცით რომ რეგისტრაცია არ ხდებოდა, თუმცა კარგია რომ დაექვემდებარა, ვისაც არ აქვს სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობა, მხოლოდ თეორიული მასალა უნდა ჩააბარონ, თუმცა რასაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა დედაქალაქი რომ ავიღოთ, ფაქტიურად ყველანაირი დარღვევებით დადიან ეს ადამიანები და ის წესები, საგზაო მოძრაობის წესები, რაც რეალურად მათ ჩააბარეს თეორიულ გამოცდაში, პრაქტიკულად არ ხდება მისი გამოყენება. ალბათ გავიხსენებდი რამდენიმე დღის უკან მომხდარ საგზაო შემთხვევა, სადაც ჭავჭავაძის გამზირზე ქალბატონს დაეჯახა ეგრეთ წოდებული მოპედი და დატოვა ეს ქალი და გაიქცა. ანუ ხშირ შემთხვევაში ტროტუარებზე ხდება მოპედების გადაადგილება, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ არის ეს დაშვებული. ტროტუარი არის მხოლოდ ფეხით მოსიარულეების, იქ თუ არის რისკი არა, ველობილიგზეს არ შეიძლება მოპედის მოძრაობა, იმიტომ რომ ველობილიგიც გამოყოფილია მხოლოდ ველოსიპედისტვის და ეკოლოგიური ტრანსპორტისთვის, ეგრეთ წოდებული თვითმგორიალა რაც არის ეს ორბორბლიანი მოპედი უნდა გადაადგილდებოდეს სავალ ნაწილზე თავისი წესების დაცვით, ამასაც ვფიქრობ ძალიან კარგად უნდა გააზრება თუ სავალ ნაწილზე როგორ უნდა იმოძრაოს და სამწუხაროდ ვინაიდან ჩვენ არა გვაქვს ლიცენზირებული, აკრედიტებული ავტოსკოლები, სადაც აკრედიტებული ინსტრუქტორ მასწავლებელი გვეყოლებოდა და ამ ადამიანებს სანამ თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ, რომ პრაქტიკულადაც ოდნავ აუხსნა თუ როგორ არის ტარების მანევრი. სხვადასხვის აი მიტანის სერვისები რო ავიღოთ, არიციან ამ ადამიანებმა ის მოკიდებული რო აქვთ ეს სპეციალური ჩანთა, ამით გადაადგილების დროს თუ რა ფაქტორები შეიძლება რისკ ფაქტორები არსებობდეს, ის მოხვევის დროს როგორ იწონება წონადობა, მთელი რიგი სისტემაა და ამის შესწავლა უნდა ხდებოდეს და კარგი იქნებოდა თუ ის ბიზნეს კომპანიები, რომლებიც მსგავსი ტრანსპორტის რეალიზაციას აკეთებენ, რაღაცა სპეციალურად დანერგონ ან კურსი ან მოიწვიონ შესაბამისი ექსპერტები, რომ ამ ადამიანებმა გაიარონ ესე რომ თქვა ეს პრაქტიკული თეორიული სწავლების მინიმალური სტანდარტები, რომ ქუჩაში ან თავად იმ კომპანიას, რომელიც დაასაქმებს, მან გაატაროს ყოველ შემთხვევაში და იყო ერთ-ერთი კომპანია, 13 წლის უკან ჩვენმა ფონდმა დაახლოებით 100-მდე მძღოლი კურიერი გადაამზადა რამდენიმე წლის უკან, თუმცა ეს ახალი თემა იყო, მაშინ და სულ ასეული მძღოლი იყო, თუმცა ეხლა დამეთანხმებით აქ უკვე 1000-ებზეა საუბარი. ძალიან ბევრი კომპანია არის, ძალიან ბევრი მოპედი შემოვიდა, ძალიან ბევრი მომსახურების სფეროში დაინერგა საკურიერო მომსახურება. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ არ არსებობს ავტოსკოლები და ლიცენზირებული, სადაც ეს ხალხი ისწავლიან, მაშინ შესაბამისი ტრენინგები უნდა შევთავაზოთ, ის მინიმალური სტანდარტები, რომ უბრალოდ თვითონაც დაცულები იყვნენ, რადგან უსაფრთხოების სტანდარტების ყველანაირი დარღვევით დადიან, მით უმეტეს საკუთარ უსაფრთხოებასაც არიცავენ, იგივე ჩაფხუტთან მიმართებაში იქ შეიძლება სხვა დამატებითი დეტალები სჭირდებოდეს. და ზუსტად ეს იწვევს იმ მძიმე შედეგებს, რასაც უკავშირდება სიკვდილიანობა და დაშავებულობა. ყველას მოვუწოდოთ, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ მობრძალებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. თქვენ შეგახსენებთ, რომ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი ზორია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ მაქსიმალურად წესები, გამოვიჩინოთ ყურადღება, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ თავი ავარიდოთ თავისთავად აი ამ ფატალურ შედეგებს. დღევანდელი გადაცემა დასრულდა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, დასრულდა ამ სეზონის ეთერი, ასე ვთქვათ, ერთსულოვნების დილა და რა თქმა უნდა შევხვდებით ახალ სეზონზე. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი ყურადღებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ყველას გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ნახვამდის.